მოგესალმებით მეგობრებო, ყველას მოგესალმებით, ყველა გამომწეს და ამ თამაშზე ბევრი ითქვა და ბევრი დაიწერა და ბევრსაც ლაპარაკობდით და ნიშნებიც იყო, მინიშნებებიც იყო და მოკლედ თქვენ წინაშეა Rise Son of Rome. თავიდანვე გეტყვით რომ ეს თამაში მინდა გავაკეთო როგორც რაღაც ისტორიული ქრონოლოგია, რაღაც ლამაზი ამბავი, როგორც კინემატოგრაფიული ეფექტით. როგორც არის, ანუ როგორც დეველოპერებმა თავის დროზე ჩაიფიქრეს, თავიდანვე გააკეთეს და მოუყვებით პირდაპირ და გავივლით ერთი გმირი რომაელი მოქალაქის ლეგიონერის გენერლის და ყველაფერი ერთად ესეთი პიროვნების და ადამიანის ისტორიას და ცხოვრებას ძალიან მაგარ ცხოვრებას. ეხლა აქ არის რანგები XP და რაღაცა ესეთი ნიშნები, რომელთაც თამაშის ლოგიკით, თამაშის მექანიკით მე სკილებს იმატებს ჩვენი გენერალი, ჩვენი ჯარისკაცი, ჩვენი პიროვნება, ჩვენი გმირი. და ეხლა ცოტა თამაშის გარშემო რო არ ჩავატარო, პატარა ექსკურსი მე თამაშის ისე გამორიცხულია, არასოდეს არ დავიწყებ. ყველაზე პირველი ამ დეველოპერების სასახელოც რაც მინდა პირველ რიგში რო თქვა არის ის რომ გრაფიკული მონახაზი ისე დაალაგეს და ისეთი ჯიგარი ხალხი არიან. ეს მაღალი ტექსტურის თამაშად ითვლება ძალიან მაგალითად ისეთ მაღალი ტექსტურის თამაშას და მაღალი მონაცემის თამაშად როგორც არის Assassin's Creed-ების ბოლო ნაწილები, მაგალითად Valhalla, მაგალითად Assassin's Creed Odyssey, საბერძნეთს რო ეხება დიახ Odyssey. ეგვიპტის კამპანია, Assassin's Creed-ის, ბრიტანეთის ლონდონის კამპანია, უბრალოდ სახელები ეხა მაგ ასასინების აღარ მახსოვს, ხშირად არ თამაშობ ხოლმე მე მაგ ბოლო თამაშებს, მე როგუეს შემოგთავაზებთ მომავალში. როგორც არის მაგალითად ასევე ბოლო ჯეტია, Grand Theft Auto, ბოლო Call of Duty, მაგრამ ეგ თუ ძალიან აუწევთ რა თქმა უნდა იმას გრაფიკულ მონაცემებს, აგერ და ტექსტურას და ყველაფერს და აქ ჯერ პირველ რიგში როცა ჩარჩოს დავიწროვების საშუალებაც ისე მოხდეს რომ აი ინტეგრირებული ვიდეო და ფარო ქონდეს კომპიუტერებს ისინიც კი იშვებს და უშვებს რა და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის მაგ ჯიგარ ხალხს მაგ კარგ ადამიანებს და ხა უკვე რაც შეიძლება უშუალოდ თამაშის გეიმპლეიზე არის აგერ კამპანიაო ერთიო ну აგერ ხა ეს ამ რაღაც ძველი შენახულია ეს ხა შემთხვევით ეს გამიშვა მაგრამ არა უშავ გამოვალდა და გათვალიერებინებთ ყველაფერს აბსოლუტურად არის ამ ერთ სიტყვით თავიდან წინასწარ გეტყვით ვარ ძირითადი კამპანია რომელსაც ახლა მე დავიწყებ და ვითამაშებ არის გლადიატორი, როდესაც ერთ გმირს აწყობ და იმით როგორც არენაზე ისე თამაშობ. და არის ქსელში თამაშისთვის, ასევე ქსელში თამაშისთვის აღებული. იქაც შეგიძლია რომ გმირი აწყო და იმათაც აწყო თავისი გმირები და აი მოცემულ შემთხვევაში ესეთ დროს უბრალოდ ეხლა ცოტა ხან გამოვალ. აი ეს ანუ as gladiatori არის smart match ეს smart-ის სწრაფი თამაში ეხლა აღარ შევალ აქ აი აგერ gladiatoris აწყობა ეს არის gladiatoris გაძლიერებისათვის რაღაცეები შეგიძლია კიდე აი აქედან იყიდო ერთ სიტყვით არც ის არ გვაიტესებს და არის ასევე შენი ის ერთ-ერთი გმირის გაძლიერება, აი აქ აძლიერებინებ აქედან როგორც გითხარით უაგროვებ აი აქ რაღაც ემებს. ამაზე ცვლი მე აი აქ მდისხანება, ჯანმრთელობა, დაბრუნება, ბრძოლა, საბრძოლო ისინი. აქ არის მე ლიდერების თუ ქსელში ითამაშებ ლიდერების სიარო ლაგდება და ის შეგიძლია იპოვო. და აგერ არის ქსელური თამაშისთვის გლადიატორის აწყობა. აქ არის მე მეორე სკილების ასე ვთქვათ თელი სია რომელიც შეგიძლია გაზარდო ეს დასჯის სკილები უკვე ეს თამაში მე რეაგიხსით ეს დასჯი რაღაც არის
და ეს იყო ყველაფერს უფრო უკეთესად აგიხსნით მოკლედ. შეთქმულების თეორიებს ამ თამაშის სიუჟეტი დასთავარია. ძალიან ბევრი შეთქმულების ისტორიული შეთქმულების თეორიას იმეორებს. ასევე იმეორებს როგორ გითხრათ კონკრეტულ ისტორიულ პიროვნებების ბედიღბალს რეალური ისტორიული პიროვნებები მაგალითად ბუდიკა ეს რომელიც იყო ბრიტების დედოფალი ბრიტობის აჯანყებას რომ ეთაურობდა რომ მის წინააღმდეგ და ნაწილი რაღაც ცოტა უფრო კიდე გადაკეთებულია და რომანტიზებულია. ერთ სიტყვით მეგობრებო, ეხლა დავიწყოთ და ჩაუჯექით რა ძალიან თბილად, კარგად, მაგრად, ჯიგრულად და ეხლა მე გავაკეთებ ესეთ რაღაცას. დავიწყებ ხელახლა ახლა ამას გავაკეთებ. ქრონოლოგიიდან აი აქედან დავიწყებ. ნუ მოკლედ ეხლა თქვენთან წინ ვაყენებ აქ არის სირთულის 4 დონე და რეკრუტს დავიწყებ. პირველ სირთულეს იმიტომ რომ რეკრუტზე მაგ ასევე ერთადერთხელ მქონდა ამ თამაშთან შეხება, მაშინ დავყურე. თამაშით ვითამაშებ ჯარისკაცსაც და ცენტურიონსაც, მაგრამ 1500 სერიის ჩაწერას ნახდათ არ ვაპირებ, ეხლა ნამდვილად არ მინდა. და ამიტომ დავიწყებ რეკრუტიდან და ერთ სიტყვით დავიწყეს და არ მოგაყვეთ კომენტარებს და აგიხსნით მაქსიმალურად ყველაფერს რა შეხებაც მე ამ თამაშთან მქონია და თუ ვინმეს რამეში წაგეხმარებათ რა ვიცი თქვენი მონა და მორჩილი აგერ ვარ და პრობლემა არ არის არანაირი რა იწყება რა თქმა უნდა თამაში აი ესეთი სცენით როცა შეშინებული და პანიკაში ჩავარდნილი ფსიქიკური პრობლემების მქონე იმპერატორი გაურბის რაღაცას ვიღაცას ნუ გარშემო ინგრევა ყველაფერი ამის გარშემო ეხლა მითხრა რომ space შემიძლია დავაჭირო და გამოტოვო ეს კინო ბოლომდე უყურებ ყველაფერს იმიტომ რომ შეიქმნას მეტი კინემატოგრაფიული ეფექტი და მივიდა თავის განაკებასთან, თავის ღმერთებთან, თავის წინაპრებთან დაემხო იქ მუხლებზე ელოდება შველას აი ახალგაზრდობაში რომ დედას იტყნავდა და არავის უარი ინდობდა ის დაავიწყდა ეხლა რა მაგრამ ბედის წერა თემი და ყველას ადრე თუ გვიან თავის ცხოვრებაში ჩატარებული სიბოროტეების გამო მოსთხოვს პასუხს. ითხოვს შველას თქმა უნდა. ნუ ბარბაროსების შემოსევა, ბრიტების და სხვადასხვა ჯიშის ჯურის ბარბაროსების უკვე რომში არიან სასახლის მისადგომებთან და პანიკაში ჩავარდნილი პირის რომ დაიცვას საკუთარი იმპერატორი აია ბრიტმა მეუბარმა რომაელმა ჯარისკაცებმა რომლებიც ახლა და ესე ჩვენი მარიუსი Rise son of Rome ჰა Marius и открыл, да, Centurion Сейер, ко мне! Виса რაღაც ფულიცავს ეკისა და დაავალა ცენტურიონს რო წაიღოს სადღაც რა. მოკლედ. თვითონ აგზელებს ხოთვაჟილებას. და ესეც ეხა მარტივ სირთულეზე სწავლებას ძალიან კარგად ახერხებს ხოლმე. გვეუბნება რა სოდის უნდა გავაკეთოთ, როგორ უნდა გავაკეთოთ. ეს არის გულის ფეთქვა, ასე ეგრეთ წოდებული. აქ არის ზე ასე შეგვიძლია უბრალოდ დავსაჯოთ. ანუ მოკლედ ექსტრავაგანტულად და არა ესე უბრალოდ. და ეხლა უკვე დავიწყებთ. აქ არის ძირითადად ამ თამაშის მექანიკა კომბოებზე, დარტყმების სიხშირეზე.
დათმობის რაოდენობაზე და ამ შესაბამისი დათმობისგან ჩვენ გვემატება მე უკვე თუ მოსამოხერხებულად ვიმოქმედებთ აი ეს შემდეგ უკვე აქედან აღებული ფულებით აი როგორც თქვით უკვე აძლიერებ მებრძოლს და ძლიერი მებრძოლით ასევე ჯავშანით ფარიტხლით ეკიპირებით უკვე ართულებ ისა და აკეთებ შესაბამისად უფრო რთულ დავალებებს. მოკლედ პირველი ამოცანა არის რომ უნდა მოვახციო ქალაქის სასახლის ძირითად შესასვლელ კარიბჭე. აი ხა გადმოვალ და განახეთ მოხდა ყველაფერს კარგად. ისე ახაც შეგვიძლია უბრალოდ ესე უნდა ავიღოთ, ესე დიაჩერება მეორე შეფდება, უნდა ყოველდღე რომ მივაქციოთ ხოლმე და აუცილებლად ავიღოთ. აი აქეთ არ გადავხტარო, უბრალოდ არ ვიცი და პირდაპირ იქით მივდიოდი ხოლმე. მოდი აც გავაკეთოთ ისეთი რაღაც. არ გინდა. ეს კიდეც გადავარდეთ, იმიტომ რომ აქედან ამოდია. ბარბაროსები ახალ-ახალი მოიერი შეთავაზებული ბარბაროსების მოაბუდებელ კენდეს ასე ყველა დავეცით რომის წინააღმდეგ რომაული საომარი ხელოვნების წინააღმდეგ ყველა ბარბაროს დაეხა აქედაც ოპა ну რატომღაც ეხლა ამას გითხარით ბლოკი არის ხოლმე space-ით ისე რომ იცოდეთ აი ესე რომელსაც მე არ ვაკეთებ ხოლმე 3-ში და 4-ში ვჩვენებთ ну კლავიატურა ისედაც შეგიძლიათ ხოლმე გადაანაწილოთ და საერთოდ ინტერფეისის თამაში ძალიან კარგია ძალიან მარტივად გეუბნება თითქმის ყველაფერს შავ საქმეს აკეთებს თვითონ და ამიტომაც ძალიან საყვარელი ხალხია თამაშის დეველოპერები და ძალიან კარგი ხალხი არიან, იმიტომ რომ ესე მარტივად და ძალიან ლამაზად და კაფეს დაალაგეს თამაშის მიკლა. Что с обороной, солдат? Это центурион. Большая часть 18-го легиона может сражаться. В вашем распоряжении 3 вспомогательных отряда. Скорпионы, лучники и Ну, катапульты. ეხა მაგდეს მე მგონი იმედია გაიგებთ ხო? ну სასახლის კარები უნდა დავიცვა რა. და ორგანიზება გაუკეთო. აი ამ ჯგუფს ცველების ხაზის. Северная баррикада! Мы разместили зажигательные смеси в нужных местах! Они обходят нас с флангов. Отряд идет на юг. აი აქ შეგვიძლია ესენი ავაფეთქოთ. ძალიან ბევრი თუ მოდია. და ცეცხლში შევფოთოთ ხოლმე ყველა მოიერიშე. ერით გავცეთ ბრძანება რომ ისროლო აი ეგზევით არის იქით ბარი თავდაცვა ამ ჯარისკაცების საერთო სიცოცხლე მამაცი ლეგიონერების უმრობით დიახ ხასიცავე
Sauna დავიცოთ სასახლის კარები, უშუალოდ. Катапульты! Стоп! სასახლეში უნდა შევიდეთ ციცოში ის ხო? Господин, мы отбросили их. სპეციფექტებს რაც შეეხება მაგ რამდენიმე შენიშვნა მე გეტყვით თამაშის სვლელობისას შეიძლება რაღაცების უფრო უკეთესად გაკეთება ეხა მომცა პირველი საშუალება უკვე ნელა აი ეს დაგროვილი რაღაცებით განვავითარო აი ხა რა მინდა რა ავიღო ჯანმრთელობა მოდი ბრძოლას ავიღებ ხა მე ესე ყველაფერს თავისი ის აქვს რა და ჯანმრთელობას ბრძოლა ავიღოთ და ჯანმრთელობა ესე ესენი ახლა გამიხსნა გავხსნა და გათავდა ზმრის ხანება არ გვინდა ერთი სიტყვით ესე აქედანს რაღაცები გადიბლოკება და მე ვიყიდი შევაკუჩებ ხოლმე აი აქ იმას გამოცდილება პლუს 50% ჯანმრთელობა 53% მისხანება 50% გამოცდილება და იარაღის ფლობა ანუ აი ეს მეორე მესამე მეოთხე რაც არის 33% შედარებით სუსტი მოცემულ შემთხვევაში მაგრამ ნელა გავბლოკავა ყველაფერს და გავხსნა მოკლედ წავედით Он здесь. Помогите. Я ხო მართლა კიდე ანუ კი სერიას მე ჩაწელის რო გადავხედავ მას დავარეგულირებ მე გუგლი დაბოქმას დავაყენე საკუთარ ჩემი ხმა ამ შემთხვევაში არ იფარება От этого демона не скрыться. Отвезти вас в надежное место. Ваша ну შეშინებული იმპერატორი თავის ერთ ჯარისკაცს ეუბნება Сокровищница, сюда. გაყვეს და დაიცვას Вперед. კიდე სხვა რაღაცისა ეშინია მარტო ეს არ არის ამის შიში ანუ რაღაც ფსიქომენტალური შიშია ეს რაღაცეების მარტო ეს ბარბაროსების შემოჭრის შედეგად არსებული შიში არა Тебе открыть ее. აკაჩიგნი შემოვიდნე პოლიცემა დავაყენოთ ესე Генерал идет. ცოტა ხელის გაკეთება მიწევს ხო? Имей свои. Попробуй еще. შეგიძლიათ თუსაც საკმაოდ დიდი ხანი ეს ბრძოლა ესე გააგრძელოთ თუ გინდათ რომ ესენი აიწიეთ მოიმატოთ მე საყილად სტატუსზე უსასრულოდ ხა დავათვალიერო რაღაცეები მოიაკ შეიძლება რაღაცეების აღება ხო რამდენადაც მახსოვს
კონკრეტულად სადაც რომელიღაც ადგილში იყო აქ, ხო? ვაცდები. Держитесь за мной, мой император. Они могут скрываться в тени. ხედავ როგორი ეს გული ის კაცია და უყურს თავისი იმპერატორი. Скоры, римляне! მაილები ეზიზღება. სულ ბარბაროს. ფოტოები ბარბაროს. მოდი. აი გასტრაკი გამთხიება. Ну давай же! Айс. Сюда! Быстро! Вперед! Абы საიდუმო შესასვლელი ქონდა, ხედავთ. Быстро! Дамокл восстал из мертвых. О боги! Дамокл миф. Дамокле. Лишь люди убивают людей, император. Боги могут направлять нас, но они не вмешиваются в дела смерти. Апаракобе. И какой же великий араб вам это сказал, генерал? Мой отец. Здесь мы в безопасности. საიდუმო სამალავში შეიწყო. უსაფრთხოस्तो. Я молю богов, чтобы мы были в безопасности. О, здесь безопасно, император. Насколько это возможно. Да, слава богам, А ты, как твое имя, солдат? Марий. Но мое имя не важно. Мариус, ხო. Важна моя история. თავის ისტორიას მოუყო. Отец говорил, что судьбу дают боги, но путь мы выбираем сами. Ваша судьба быть императором, а моя — солдатом. Честь моего отца привела его к служению народу. Но что привело нас на наш собственный путь? ამას აღარ გადაგიცემთ, თქვენთვისაც გაიგებს და მე არ ვიბჟუტურებ, რა ცუდი გამოვა. Моя история началась 10 лет назад. ну ჯარიდან დაბრუნდა თავის სოფელში, თავის ქალაქში, თავის ვილაში. Отец, Марий, рад снова видеть тебя. Как я выгляжу? Как настоящий солдат Рима? выглядишь отлично, сын. Добро пожаловать домой. Добро пожаловать. Ты знаешь, куда тебя отправят? В Александрию. О, Александрия. Такая тихая провинция. Мама будет рада. Я стал солдатом не просто так, отец. Я хочу сражаться, как ты, за империю. Всему свое время, сынок. Всему свое время. Сынок, запомни, что врага можно встретить не только в бою. Отец? Марий! Дай взглянуть на тебя.
Красавчик. Мам, не надо. Твоя сестра хочет тебя увидеть. Скоро увидит, любимая. А сейчас мне нужно поговорить с сыном наедине. Хорошо. Пойду поищу твою сестру. На патара моთელო что-то მომიწვის беспокоит, ხა отец? მე. Что ж, позже поговорим. Теперь покажи, чему научился. Приготовься. Сперва заставь меня раскрыться. И еще. Мари, чтобы ударить меня, заставь меня раскрыться. Снова. Вот так. Отлично, сынок. Еще раз. А теперь ударь меня. Трижды. Попался. Давай заново. 3 удара. Или не в счет. 3 раза, Марий. 3 раза. Заставь меня раскрыться. Еще разок. Отлично фехтуешь. Приготовься. Дамоდი აქ ეს. У тебя всего мгновение на выпад. Берись, Марий. Время решает все. Снова. Жди возможности. Попробуй еще. Не так. Бей в нужное время. Заново. Не так. Заставь меня раскрыть. Ты знаешь прием. ხან თხოვს რაღაცა ილეთების კომბინაციას, რომელიც ცოტა Начни сначала. გამიგია. Приготовься. Отлично. ერთი მარტივი რაღაცა იყო, ამას ელოდებოდა. Теперь комбинируй движения. აჰა. С момента и бей. Заново.
Вперед! Объединять! ეხლა სამივე ერთად უნდა გავაკეთო. Мастерски. როგორც იქნება ავადილო. Великий день. Сын впервые победил отца. Возможно, ты овладел мечом, но სახში წაივარჯიშის რა. не надо встречать мир с ним. Вначале приходи без оружия. Пройдемся, сын. Я слышал, что в Риме нынче неспокойно. Да, пришли опасные времена. Эти выборы могли бы многое изменить. Даю это тебе, как и твой дед когда-то отдал это мне. Когда придет время командовать людьми, вспомни мой рассказ. Легенды гласят, что Дамокл был великим воином. Признанным вождем огромной армии. Во время Великой битвы трусливые генералы бросили его. После смерти Дамокл попал в подземный мир. И Немезида, богиня мести, пришла в ярость от того, как обошлись с героем. Она вернула его на землю в облике духа мести. Центуриона в черных доспехах, который ищет генералов-предателей, чтобы покарать их. До сих пор многие командиры носят кинжалы с изображением Дамокла. Кинжал напоминает им, что они не должны бросать своих. Не то восставший из მერტ დაიხსომეს რა დამოკლის მახვილი ისედაც გამონათქვამი კი ვიცით და ბევრი ჯერ შეხვდება კიდე რა თამაშის განმავლობაში. აი აქეთ უცებ უკვე Септима! Варвары! Огонь! ბარბაროსები შემოიწყდა და მშვიდობიან ცხოვრებაში ამაზე. მაჩემს თავიდან ედო ბიჭო.
ისასწავლი რომ მოუცხოვრებას მომასწავლე და გააკო. აი ესეთი ლეთებს ხშირად იქიდან ხოლმე. რაც ხშირად დავში სუპერი ლეთებით ამბობდი. Мама! Да, хоть себе. Ты да. Я убью всех вас! Что происходит? Убить его! Ты в порядке? Ответь мне! Ты упрощаешь мне задачу. Не так! Опа! Ай-яй! Қысების გადაჭერით სიკვდილი. Вы за это заплатите! Все! ხუჩაში აგახეთ ვიდეოს სახეს. Слабо! Отец! კარგი განვითარება მივიღე. შეიძლება ითქვას ეგ გამომადგება Мари, ძალიან. нас хотят убить! Нужно попасть в здание Сената и спасти моих людей! ახალი დავალება მომცარა. ახალი უნიტები გამოჩნდა. უფრო ხორიანი, უკარი და ოფიერი. Вперед, Мари! არის ხის ხარით შეიარებული. გამოჩარკნილი რაღაცა. ისიც რაღაც სიტყვით ყოფა. მაინცაი წავიდე. ბევრი ეს მაგ გამოსავალი ეს თავისუფალი სამყაროა ამ თამაში. მაგრამ შეგვიძლია რომ მოდი მივყვეთ მაინც ჯერჯერობით იმას. ისეთივე თავისუფალი სამყაროა როგორც მხედვარში. მეოთხეშიდაც უნდაც მესამე ნაწილში. მხედვარი ვისაც გაქვთ მეორე ლეგენდა თამაში, იგი გაახსნა, იცით რა. რაც მაგ საუბარი საჭირდება. Сюда. Там твоя судьба. Беги.
და გამებედით აგესი. ქალაქში უნდა ვიპოვო ხა ისე მამა ლეონტიუსი. ეს სახელი ქვია. ეს ბონუსები ავიღოთ სრულად რაც დამჭირდება. შემდგომ ყველაფრისა. აქ მე მგონი თამაში არ ინახება ხოლმე. და პირდაპირ ქრონოლოგიურად რასაც დავხურავ იმ ყველაფერს ეგრევე მოჩები ხოლმე სერიასაც იქ რამდენიმე ქრონოლოგიის მერე ძალიან დიდიც რო არ გამოვიდეს ეხლა ყოფილა ნახე ისე პოჩავდება ეს ეხა დუნეთ მოძრაობს და ეზარება ეს აი მას აუწევ რაღაც ებს ახლების წიგს აკეთებს მაგრამ რა ზარებს და ეს ახლების წიგია позаботиться о своих людях. Ты должен найти Флакия. В амфитеатре. Приведи его на форум. Мы защитим твоего отца. Иди. ორი ჩვენი თანამებრძოლი ამ ხანაგი აეძრო სამთა რა არის გაკეთებული ახლა დიახ საიდან ჩამოვიდი სხვა გავლესო ამით რაღაც ყვარი ესე არა ავიდეთ ისე კიდე ერთი რაღაცა მინდა აღნიშნოთ ძალიან მარტივი ისე გეიმპლეი რა როგორც კი არც იცოდი კი არა აი საერთოდ შეხება რო არ ქონდეს თამაშთან უბრალოდ დაჯდე და თამაში დაიწყო ისეთი კარგი და შემყვანი თემაა რომ აი გააგრძელებ რომ ვეღარ აეძლებ აი ხანი მაგარი რამე არა ახლა ბევრს არ ვუბოდიალებდი მახსოვს აქ საით უნდა წავიდე და რეები გავაკეთე შესაბამისად
ნო სივილიცას ტრაფოს წავალთ დავიღალეთ Рим принадлежит народу. Город для народа. Империя для народа. Собрались. ამფითეატრში სენატორი დაბრიდეს Пригнуться. Чего ты ждешь? Публика скучает. ესე ვიყავდა ხოლმე მე ადამიანიც მოვიდა Мари, не идут. Они охотятся на нас. მაგრამ ხო არ მოვიდა ეხლა ცოტა რომ ეს ისინი გავაძლიერო, ჰა? პიროვნული ხმაწვილი რაღაცა ეს თიც ესე ამერსაც ნერო ხსნი იბატონო
ძირითადად ბრძოლები ავიღოთ. ჯანმრთელობაც. ამასენი რაც გამბლოკილია. Okay. აქეთ ვერაფერს ვერ ავწვდებით. კი ბატონი, წავიდეთ. აი მე ჩამოვა. ჩადი და დახოცებად გავუსე. ხო? FPS ცოტათი რაღაც პრობლემები აი ამას აქ ხოლმე თუ არც შეიძლება ითქვას საკმაოდ მოემატა ეს აგრესია და ბესხანება და სისტემის საყვარლის ნახეთ. რომ ვივარდებათ ხოლმე ემოზე. ოდი. Римская кровь. Опа, რაღაც ახალი დაამოვა. გლადიუსით იმენ დედას კაცრავად. Мы здесь не пройдем, Марик. Вернись и опусти этот мост. Ага. Райо. Ну ასე გზა გაუთავისუფლოთ მას. ზევით უნდა ავიდე ამისთვის აი აქ. რაღაცა ეკით. ოკეი. აი აქედან თუ შეინახა გამოგზელებიებს მოკლედ ეს იქნება ბოლო ამბავი რომელსაც დღეს დავამთავრებ მაქსიმუმ როგორც წესი მაქვს ხოლმე საათს ნახევარი 2 საათი Опусти мост, Мари! Помоги мне! ოკეი შეიძლება გაჩერდი გიხმარდა ხედა ცოტა რაღაცას არ მინდა ვიციაც გავაკეთე კაი Сынок, продолжай! К форуму, Мари! Не останавливаться! Машина радует, а цаусу варс დაიგარი. გამარჯობათ. შევსულო ბაზარში არ მოვჩნი, ხო? აქეთ შემოვიჭნე. აძილები. აფეთებული ბარბაროსები. მოდით. მოდით. Ты умрешь на это римляне! Посмотрим, на что способен сын генерала! Сдавайся или... Чего надеешь, щенок? Твоему отцу было бы стыдно!
ხელი მოგაჭერი ეგრევე და ესე ავაგზელის გზა ხო Мало времени. Время для чего? Отец! მე მომატადაც ვიცი ესაც ქვია რა გინდა 200 მე დაპარაგები ისე ვერ გამოდიოდი ხოლმე ოპა ეს უკვე სხვა ამბავია აჩატი არის ეს ამისი ცენტურიონი მაგარი კაცი ცენტურიონი კი არა გენერალი კაცი ცენტურიონი ხო ეს არის შერო ძალათიო ოდის ადამიანი Прикройте их! რაბეუ თქვენ კეთას კიდე უნდა Ай, Кто-нибудь, помогите Ленчику! ფორუმი უნდა დავიცვათ ეხლა ხო? ფორუმი დაიცავია. თავდამსხმელებისგანო. ისიც მოკვდარა. და Все хуже, чем я мог вообразить. Ты должен спасти Рим. Спасти от... Клетора. Спасти. Алтебули Роми гадачино. Да гадачино. Ублюдки! Эсидия. Ублюдочные варвары! Зинуары подазизги. Я сделаю, как ты просишь, отец. Я спасу от них Рим. Пролью их кровь. Я командир батальона из 14-го აუ იტელიონი ხო ეს ამის მე მომდევნო თავშის მაგარი კაცი შეხვდება რა Если ты жаждешь крови, то я дам тебе ее столько, сколько выдержишь. Ты же из 2-го легиона? Да. Уже нет. ეს ნობილი სურათია ემიდან ტრეილერიდან ხო Он проследил, чтобы я закончил подготовку и сдержал свое обещание. С 14-м легионом я пролью море крови. Остров Британия, которые убили мою семью и начали восстание, охватившее весь Рим. После моего перевода в 14-й легион мы должны отправиться на эти острова. Я отомщу, подавляя мятеж. დებული ფლოტი. აი ხო თამაშობდი კეისებს, ბრიტანეთში გადავიდნენ თქო და აი ესეთი რაღაცა გააკეთეს ამათაც რა.
ესეთი კაცი იყო იქაც ერთ-ერთი რა დაახლოებით. Легионеры, приготовиться к высадке! Сухая земля и горячая еда ждут нас! Моряки, приготовиться к причаливанию! Центурион! Цепи поднимаются! Нам не удастся подойти! Вот будет разбит вдребезги! Зажигательные снаряды! Где наш Центурион? Убрать цепи! Убрать цепи! აი გრაფიკასაც შეეხება თუ კიდე უკეთესი ვიდეო და ფოტოც მეგობრებო რავი წყლის წვეთიდან დაწყებული კლდეების და ოკეანეების დამთავრებული ცოტა სპეციფიკებს მე მგონი ეფექტის ნიშნები კინემატოგრაფიულ შედეგს ასწრებს ხოლმე რამდენიც დააკვირდებით მაგრამ დანარჩენი არანაირი პოტენციალი შენიშვნა არ აქვს რა Прости, мой друг. ნამდვილად და ეხლა მე დღეს აქ უნდა შევწყვიტო ჩემი თამაში მაინც აქედან გამაგზელებინებ ისევ ახალი თამაში გავხსენით თუ რაღაც უმჯობესებელია გაუუმჯობესოთ აგერ აქ აღმოჩნდება კიდე რაღაცეების ეს და მოკლედ ვიცი რა გითხრათ მეგობრებო აბა დროებით რა დავიწყე როგორც ხედავთ ვიცი რომ მოგეწონებათ თქვენ კი რა ვისაც არ აინტერესებდა იმასაც მოეწონებათ რა და მიყვარხართ ყველა და ზუსტად ხვალ-ხვალზევით შემეცნებით ვიდეოს ძალიან საინტერესო სამოუკიდო ასევი და დამონტაჟება მინდა რომ დავიწყო კარგი ფილმების და ვიდეოებისა და დამიწერეთ ყველაფერი ეს კომენტარში მოკლედ გიყვარდეთ ერთმანეთი ითამაშეთ საინტერესო თამაშები წაიკითხეთ საინტერესო წიგნები თქვენთან იყო ვახო დროებით და კარგად იყავით ყველა